ხარაგაულის სოფლებში ხემაღალსა და ღვერგში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობა, მეწყრული პროცესები ყოველდღიურად აქტიურდება. მეწყერმა დააზიანა სასოფლო-სამეურნეო მიწები და ცენტრალური საავტომობილო გზები. მეწყრული პროცესების შედეგად სახლებიც ინგრევა. მეწყრული პროცესები ხემაღალსა და ღვერგში 27 ივნისიდან გააქტიურდა. საცხოვრებელი სახლები გასულ დღეებში გეოლოგების რეკომენდაციით 10-მა ოჯახმა დატოვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი აცხადებდა, რომ სტიქიური ზონიდან განსახლებულ პირებს ფინანსურად ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ეხმარებიან, ასევე ურიცხავენ ბინის ქირას. ღვერგსა და ხემაღალში მეწყრის გამომწვევი პიზეზების დასადგენად გეოლოგები მუშაობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ სოფლებში მიწაზე ნაპრალები ყოველდღიურად მატულობს.